მოგესალმებით, ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს არის 24 მარტი, მეგობრებო, სპორტული სიახლეებით. სპორტის შესახებ მინდა გაცნობოთ ახალი ამბები. რამოდენიმე ტონ ჩემპიონატებზე გვექნება განხილვა ლა ლიგის, პრემიერ ლიგის, ლიგა 1 და სერია A. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში რა ლიგით დავიწყოთ? რა ლიგაში კატალონიის ბარსელონა ლიდერო 73 გოლით პირველ პოზიციაზე, მადრიდის რეალი, მადრიდის ატლეტიკო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო მადრიდის რეალმა, რომელიც უპირატესობაში ასახა ბურთის და თლიანად თანაბარი თამაში იყო თუ გადავხედავთ, მაგრამ მადრიდის რეალმა მაინც მოახერხა გამარჯვების ჩაწერა. მადრიდის რეალს 69 ქულა დაუგროვდა ამ გამარჯვების შემდეგ. რა შეეხება ვიარიალს, რომელმაც რეალ სოსიედადა გაანადგურა 3-1, ჯორჯ მიხავტაძეს ანგარიშზეა უკვე 5 საგოლე პასი და 9 გატანილი გოლი. რა შეეხება ლოჩოშვილმა ძალიან მაგარი ბურთი გაიტანა და წარმატებებს უსურვებს. მოკლედ ჩვენი ქართველებისთვის წარმატებული კვირა იყო ეს კვირა. დავიწყოთ ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი შეხებით მოძრაობით გადაგზავნა კარებში, ულამაზესი გოლი გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა ლიგა 1-ში, რომელიც პარი სენ-ჟერმენის მეტოქეს გადაუსვო ისევ 1 ქულით. ეხლა რა შეეხება დანარჩენს გეტყვით სერიაში ასე არის ვითარება. სერიაში მოკლედ მილანის ინტერი 69 ქულის ლიდერო პირველ პოზიციაზე, ნაპოლი რომელიც 62 ქულით მეორე პოზიციაზეა და მილანი 60 ქულით მესამე პოზიციაზეა. ახლა აგიხსნის სიტუაციას, ფიორენტინას დაკარგა ქულები, მილანის ინტერი ისე განაგრძობს ქულებით დაკარგვას, ეს ძალიან ცუდად აისახება ყველაფერზე ნაპოლთან, რომელსაც უპირატესობა ჰქონდა, 12 ქულიანი უპირატესობა გაანიავა, ასე ვიტყოდი. ნაპოლმა ამ მოგების შემთხვევაში შესაძლოა 4 ქულამდე ჩამოიყვანოს ჩამორჩენა და სერიაში უფრო საინტერესო გახადოთ და სერია დასრულებამდე 7-8 ტურით შეება. მოკლედ, ჩემო არხის მაყურებლებო, არაფერი არა ჯერ გარანტირებული. რა შეეხება არსენალი, მანჩესტერ სიტი, ინგლისის თასზე მანჩესტერ სიტმა 0-2 მოიგო და მე-9-ით დაეუფლა ტიტულს. თუ მოგწონთ ვიდეო და ლაიქით გამოიწერეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად. მადლობა.